გარდაცვლილი სოლომონ ქიმერიძის ოჯახმა და ახლობლებმა ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერების სახლში არ შეუშვეს. სოფელ ქვიშხეთში ისინი რამდენიმე სამარშრუტო ტაქსით და ერთ-ერთი ტელეკომპანიის კამერების თანხლებით ჩავიდნენ. ივანიშვილის მხარდამჭერები გარდაცვლილის ოჯახისაგან ცხედრისათვის ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვდნენ და ქიმერიძის ოჯახში ტელეკამერებით შესვლას ცდილობდნენ, რამაც ჭირისუფლებისა და დაღუპულის ნათესავების გაღიზიანება გამოიწვია. გარდაცვლილის ახლობლების და სოფლის მოსახლეობის განცხადებით ივანიშვილის მხარდამჭერები ქვიშხეთში უკვე რამდენჯერმე იყვნენ ჩასული და მათი მიზანი ოჯახის ტრაგედიის პოლიტიზირება და სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვა იყო. ქიმერიძის ოჯახმა და მეზობლებმა ივანიშვილის თანამოაზრეებს სოფლის დატოვება აიძულეს. გარდაცვლილი სოსო ქიმერიძის ოჯახმა და ახლობლებმა გუშინ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერების სახლში არ შეუშვეს. სოფელ ქვიშხეთში ოლიგარქის პარტიის წევრები რამდენიმე სამარშრუტო ტაქსით და ერთ-ერთი ტელეკომპანიის კამერით ჩავიდნენ. ივანიშვილის თანაპარტიელები გარდაცვლილის ოჯახისგან ცხედრისთვის ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვდნენ. პოლიტიკური პარტიის წევრები ქიმერიძის ოჯახში შესვლას ტელეკამერებით ცდილობდნენ, რასაც ჭირისუფლების და დაღუპულის ნათესავების გაღიზიანება მოჰყვა. გარდაცვლილის ახლობლების და სოფლის მოსახლეობის განცხადებით, პოლიტიკური მოძრაობის სახეები სოფელში უკვე რამდენჯერმე იყვნენ ჩასული და მათ მიზანს ოჯახის ტრაგედიისთვის პოლიტიკური სარჩულის მიკერება წარმოადგენს. ქიმერიძის ოჯახმა და მეზობლებმა ივანიშვილის თანაგუნდელებს სოფლის დატოვება აიძულეს. გარდაცვლილი სოსო ქიმერიძის ოჯახმა და ახლობლებმა ქართული ოცნების წარმომადგენლების სახლში არ შეუშვეს. სოფელ ქვიშხეთში ბიზნესმენის კოალიციის წევრები რამდენიმე სამარშრუტო ტაქსით და ერთ-ერთი ტელეკომპანიის კამერით ჩავიდნენ. ბიძინა ივანიშვილის თანაპარტიელები გარდაცვლილის ოჯახისგან ცხედრისთვის ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ქართული ოცნების წევრები ქიმერიძის ოჯახში ტელეკამერებით შესვლას ცდილობდნენ, რასაც დაღუპულის ნათესავების გაღიზიანება მოჰყვა. გარდაცვლილის ახლობლების განცხადებით, პოლიტიკური მოძრაობის სახეები სოფელში უკვე რამდენჯერმე იყვნენ ჩასული. სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ ისინი ოჯახის ტრაგედიისთვის პოლიტიკური სარჩულის მიკერებას ცდილობდნენ. ქიმერიძის ოჯახმა და მეზობლებმა ივანიშვილის თანაგუნდელებს სოფლის დატოვება მოსთხოვეს. გარდაცვლილის შვილი კი აცხადებს, რომ ღამით სახლში სოზარ სუბარი და მისი თანაგუნდელები დაუკითხავად შევიდნენ და ოჯახის ნებართვის გარეშე ცხედარს ფოტოები გადაუხეს.